ყოველ წელს კვირეულის ფარგლებში მონაწილეობ ყველა იმ აქტივობაში, სადაც შემიძლია რომ ჩავერთო და წელსაც მოკლედ რა თქმა უნდა დიდი სიხარულით ჩავერთე, იმიტომ რომ რეალურად ესა აქვს coaching-ს, ხო, თავის თავში გულისხმობს ამ გაზიარებას და მნიშვნელოვანი ღირებულებაა ჩვენთვის გაზიარება და ICF-ი ზოგადად ამასაც აკეთებს მაქსიმალურად ვაზიარებთ იმ რესურსებს, რაც გვაქვს და მათ შორის ICF-ს დიდი წინსვლა აქვს იმასთან დაკავშირებით სოციალურ პლატფორმებზე, ყველგან Facebook-ზე, Instagram-ზე, LinkedIn-ზე უკვე გვერდი ICFG, რომელსაც აქაც ჩვენი ის გვაქვს, რა ქვია, ხო, ICFG-ს დაგანახებთ, მანამდე გეტყვით, რომ ამ კვირეულის სლოგანი არის გააძლიერე, შთააგონე, იზეიმე, რაც არის, მე მგონი, მთლიანად coaching-ის ძალიან მნიშვნელოვანი, მოკლედ დანიშნულება და აი ყველგან მოკლედ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია ხარისხიან coaching-ზე და ხარისხის ნიშანის, ასე ვთქვათ, პრომოციას ICF-ი აკეთებს და უზრუნველყოფს ხარისხს ICF-ი და ასევე თვითონ ICF-ი არის ხარისხის ნიშანი coaching-ში და კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეს, ამ ხარისხის უზრუნველყოფას და coaching-ის ცნობიერების ამაღლებას ხელს უწყობს ჩვენ გლობალურად და ჩვენს ქვეყანაში და ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ამისთვის ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს. მადლობა კიდევ ერთხელ. ხო, ჩემზე რა ვიცი, კიდე რა გითხრათ? coaching-ი რაღაცნაირად ჩემი საქმიანობის მიღმა რაღაც ცხოვრების წესად იქცა და სულ ესეთი პარალელები მაქვს ხოლმე, რომ რასაც აღმოვაჩენ coaching-ის პროცესში, მივხვდები ხოლმე, რომ coaching-ი ყველაზე ადამიანური პროფესია, ყველა ის ღირებულება, კომპეტენცია, ეთიკა თუ ასე შემდეგ, რაც coaching-ს აქვს, რეალურად არის ადამიანური ღირებულებები და აი ამ ახალ ეპოქაში, მე ცნობიერი ევოლუციის ეპოქას ვუწოდებ, coaching-ი ერთ-ერთი ყველაზე ხედავ როგორც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროფესიას გამომდინარე იქიდან, რომ ხელოვნური ინტელექტი, რა თქმა უნდა, საფრთხე არ არის. პირიქით, შეიძლება ჩვენ პარტნიორად გამოვიყენოთ, მათ შორის coaching-შიც, თუმცა ხელოვნური ინტელექტის და ზოგადად ტექნოლოგიების ზრდის კვალდაკვალ ყველაზე მეტი სიღრმე, ასე ვთქვათ, და ყველაზე მეტი მოთხოვნა ადამიანურ უნარებზე და ადამიანურ ღირებულებებზე გადის და აი coaching-ი ზუსტად ის პროფესიაა, რომელიც აი ამ ადამიანურ სიღრმეს და ადამიანურ უნარებს აძლიერებს, ხო? და უნიკალურობას, რაც ყველაზე ღირებული გვაქვს ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. რატომ მომინდა აი ამ თემის გაზიარება, იმაზე გეტყვით ორი სიტყვით, რომ ძალიან ბევრი მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ აი ეს რაღაცნაირად თვითსიყვარულზე ღიად საუბარი და ამაზე მოკლედ საუბარი, რომ პრაქტიკაში როგორ ვავლენთ თვითსიყვარულს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ზუსტად რა ხარისხის ინდივიდუალურად რო შევხედოთ ადამიანის ცხოვრებას, ზუსტად რა დოზითაც არის თვითსიყვარული გამოხატული პრაქტიკაში იმის შესაბამისი შედეგები გვაქვს და იგივე ეხება თვითონ coaching-ის პროცესსაც, coach-ის საქმიანობა და მისი შედეგები პირდაპირ უკავშირდება იმას, რამდენად ავლენს ის თვითსიყვარულს ცხოვრებაში თუ coaching-ურ პროცესში. და მოდი მოკლედ ცოტა სიღრმეებში შევიდეთ, აგიხსნით თვითონ აი ამ როგორ შევეცადე, რომ დამელაგებინა ეს თვითსიყვარულის გამოხატულება, ასე ვთქვათ და გამოვლენა coaching-ურ ჭრილში, როგორ შეიძლება რომ ეს კარგად დავინახოთ. ინტერაქტიული იქნება როგორც ყოველთვის ჩვენი მასტერკლასი, შევეხებით ICF-ის კომპეტენციებს, ეთიკას, ნეირომეცნიერებას, თვითონ coaching-ურ აზროვნებას და ზოგადად იმას, რომ თვითსიყვარულზე არ ვისაუბრებთ როგორც გრძნობაზე და ემოციაზე, არამედ როგორც ცნობიერ პასუხისმგებლობაზე, ჩვენს შინაგან სამყაროზე. ანუ ეს თვითსიყვარული აი ამ ჭრილში მინდა დავინახოთ, როგორც პასუხისმგებლობა, ცნობიერი ჩვენს შინაგან სამყაროზე. და პირველი კითხვა არის ესეთი,
თქვენ შეგიძლია უკვე ჩაერთოთ, ხელი აიწიოთ და მიპასუხოთ. აა როგორ გრძნობთ თავს აი ამ ორ განსხვავებულ ფოკუსში? მე უნდა გამოვასწორო ერთი ესეთი ფორმულირება და მე მინდა გავაუმჯობესო. ამასთან დაკავშირებით, აი როგორი ენერგია მოგდით, როცა დავუშვათ ვამბობ, რომ მე უნდა გამოვასწორო, რაღაც შეგიძლიათ ჩატში მომწეროთ, ხო? და მეორე არის, რომ მე მინდა გავაუმჯობესო. მე მგონი ლელას აქვს ხელი აწეული. ლელა, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, საღამოშვიდობის. დამშვიდობეს. ესე იგი, მე უნდა გამოვასწორო, უკვე იწევს რაღაცა ისეთ, რომ რაღაცა ნაკლი მაქვს, ესე იგი, და რაზეც სამუშაო მაქვს. ანუ უარყოფითი კონტექსტიდან მოდის და მე ლელა, მინდა ლელა, გავაუმჯობესო. ხო, ისა, რაციონალიზაციის გარეშე მინდა პირველ ეტაპზე, მინდა რომ იცი აა, როგორ მიპასუხო, აი, გასული, როცა ნუ ამბობ წილადადებას, მე უნდა გამოვასწორო, აი, სხეულში რა ხდება, რას ხსნობ და როცა ამბობ წენდვას, მე მინდა გავაუმჯობესო, მაშინ რა ხდება სხეულში, რას კი, გხსნობ, ისორი. მე უნდა გამოვასწოროს რაღაცა განგაში ირცვება და მე მინდა გავაუმჯობესო რაღაცა ინტერესი წვევს. ხო, აი, ენერგიის რაოდენობა პირობითად სად მემატება, სად მაკლდება, აი, ეს მაინტერესებს, მე უნდა გამოვასწორო და მე მინდა გავაუმჯობესო. აქ ცოტა ხა პაუზებით და სხვაობები რო ვიქნოთ, ცოტა მე მეტი რო გვიდება. მინდა გავაუმჯობესოზე ენერგია იმატებს, უფრო ემატება. ხო. ინტერესი იმატება, კი. აჰა. ხო, ნუ რეალურად ყველა ვაცნობიერებთ აქ ვინც ვართ, რომ გარდა იმ რაციონალიზაციისა, რაც ლელამ თქვა, თვითონ ენერგეტიკულ დონეზე რომ როცა ვამბობ, რომ მე რაღაც უნდა გამოვასწორო, სხეულში ენერგია მერთმევა და როცა ვამბობ, რომ მე მინდა გავაუმჯობესო, ენერგია მემატება და ამის უკან რა თქმა უნდა სწორედ ის დგას რომ მე თუ უნდა გამოვასწორო რაღაც ანუ მე არ ვარ საკმარისად კარგი ეს წვენა წარმოქმნა მაქვს ასე ვთქვათ ამის მჯერ ამით ვოპერირებ და თუ მე მინდა გავაუმჯობესო მე ვიცი რომ მე ვარ ოკეი და მოკლედ აი ამ წერტილიდან ვიწყებ ასე ვთქვათ მუშაობას და ხო აი ეს სხვაობაა ზოგადად ისეც რო შევხედოთ ხო ფსიქოთერაპიის ასე ვთქვათ და კოუჩინგის კლიენტებს შორის ფსიქოთერაპიაში ადამიანი მიდის რაღაცის გამოსასწორებლად მაშინ როდესაც კოუჩინგში ადამიანი მოდის იმისთვის რომ მას უნდა რაღაცის გაუმჯობესება და ეს ორი განსხვავებული ფოკუსია მოკლედ და კოუჩინგის ზუსტად იმ მომენტიდან იწყება, როცა ადამიანი აცნობიერებს, რომ მე ვარ ოკეი. და მე თუ ვარ ოკეი, ანუ მე ვარ საკმარისი, მე რესურსული ვარ, მე ღირებული ვარ, მე შემიძლია განვითარება და მე პასუხისმგებელი ვარ ჩემს ცხოვრებაზე. და ეს არის ის წერტილი, მოკლედ, საიდანაც იწყება კოუჩინგი და პრინციპში ეს არის ის წერტილი, საიდანაც იწყება თვითსიყვარულიც. ანუ პარალელები რო გავავლოთ, თვითსიყვარული პრაქტიკაში, თვითონ კოუჩინგური პროცესის, ასე ვთქვათ, საწყისი წერტილიც არის, იმიტომ რომ მე მე ვარ ოკეი და ყველა ადამიანი არის ოკეი, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი. კოუჩინგში ერიქსონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, აქსიომა და მეორე თემა არის, რომ მე თუ მხოლოდ შედეგებზე ვარ მიბმული და საკუთარი თავის ღირებულების განცდა არ მაქვს, ძალიან გამიჭირდება ზოგადად ადამიანს როგორც ღირებულებას ესე შევხედო, ხო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად იგივეს მშობლებთანაც საუბრობთ ხოლმე, რომ მე თუ უპირობოდ არ შემიძლია საკუთარი თავის მიღება და სიყვარული, რაც უნდა მოკეთ მართლა ობიექტურად უპირობოდ მიყვარდეს საკუთარი შვილი, აუცილებლად ვახდენ მასზე რაღაცა პირობების ტრანსლირებას და იგივე ეხება კოუჩინგის პროცესსაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თვითონ როგორც კოუჩებს ეს საკუთარი ღირებულების განცდა კონდეს, ანუ ვიმუშაოთ ამაზე, ეს არ არის ასე ვთქვათ, შეიძლება არ იყოს თანდაყოლილი ასე ვთქვათ. მოცემულობა, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო და მუდმივად სამუშაოა ამაზე, იმიტომ რომ ეს ღირებულების განცდა შეიძლება რაღაც პროცესებთან ერთად იცვლებოდეს, ყველანი ადამიანები ვართ სხვადასხვა ბექგრაუნდით მოვდივართ, მათ შორის სხვადასხვა ფსიქოლოგიური ბექგრაუნდით, ამიტომ მე ღირებული ვარ არის ის მნიშვნელოვანი დებულება, რომელსაც მუდმივად ჩვენ თვითონაც გვჭირდება მუშაობა თვითსიყვარულისთვის და კოუჩინგის პროცესში, ასე ვთქვათ, რესურსულად ყოფნისთვის და კლიენტის როგორც ადამიანის როგორც ღირებულების ესე არამხოლოდ რაციონალურად დანახვისთვის, არამედ აი ენერგეტიკულ მსხეულებრივ დონეზე ამ პროცესში სწორად შესვლისთვის
და ნუ რა თქმა უნდა ის რის იმჯერა საკუთარი თავის შესახებ, მე შემიძლია განვითარება და მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს ცხოვრებაზე. ეს უკვე კლიენტების, ასე ვთქვათ, კლიენტის ის წერტილია, საიდანაც ის აცნობიერებს, რომ თვითონ არის კოუჩინგის პროცესზე პასუხისმგებელი. და ზოგადად რო შევხედოთ თვითსიყვარულს, ეს რაღაც როგორც გითხარით, არ ვიმუშავებთ დღეს თვითსიყვარულზე როგორც რაღაც ემოციაზე და ძალიან ხშირად გგონია ხოლმე და რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ყველა ვინც აქ ვართ ვაცნობიერებთ, რომ ეს საკუთარი თავის რაღაცა განდიდება და მუდმივი პოზიტიურობაც არ არის, ან საკუთარი თავის საყვარისლება, საკუთარი თავის აღფრთოვანება, ეს არის უბრალოდ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, საკუთარ თავზე ზრუნვა აუცილებლად და ამაზე ცოტა მეცაც ვიტყვით, საკუთარი ცხოვრების ownership-ი, ასე ვთქვათ, და საკუთარ თავთან ეთიკური ურთიერთობა. აი ამ ეს მნიშვნელოვანი გამიჯნა, რას ნიშნავს თვითსიყვარული უკვე პრაქტიკაში, როგორ ვავლენთ ამას ჩვენ თავთან ურთიერთობაში და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს თვითონ კოუჩინგურ პროცესში. ამაზე მოკლედ მინდა რომ ვიმუშაოთ და მუდმივად ჩვენც ვიზრუნოთ აი ამ თვით სიყვარულზე. ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა დონეზე, ასე ვთქვათ. თვითონ ნეირომეცნიერების ჭრილში რო ავხსნათ, რატომ არის ვინისთვის მნიშვნელოვანი ეს თვითსიყვარული, უბრალოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რითიც დავიწყეთ, რომ twinისთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხოება. იმიტომ რომ უსაფრთხოების მდგომარეობაში ტვინის ის, ასე ვთქვათ, პრეფრონტალური ქერქი, რომელზეც მუშაობთ კოუჩინგის პროცესში აქტიურდება, თვითრეფლექსია იზრდება, ემოციური რეგულაცია იზრდება, შესაბამისად, მაშინ, როდესაც რაღაცა გადარჩენის ანუ განვითარების რეჟიმში გადადის ტვინი, მაშინ, როდესაც არაუსაფრთხო გარემოში, ასე ვთქვათ, ტვინი მუდმივად არის გადარჩენის რეჟიმში, კორტიზოლის იმ რაოდენობით გამოიყოფა, რომ ხელის შემწყობი არ არის და ხელი შემშლელია, კრეატიულობა, ემპათია მცირდება, მოკლედ აი ეს ითიშება, გადავდივართ ინსტინქტებზე და იმპულსებზე და ტვინის იმ შრეებზე, სადაც შემოქმედებითი პროცესები არ ხდება, ხო? და აი აქ ზუსტად მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ როგორ ესაუბრები საკუთარ თავს. რო პირობითად თუ თვითკრიტიკული ხარ და არა საკუთარი თავის მხარდამჭერი, მაშინ აუცილებლად გადადის ჩვენი ტვინი გადარჩენის რეჟიმში და აი ეს ყველაფერი რაც თქვით, ის რესურსები, რაც ჩვენ გვჭირდება კოუჩინგურ პროცესში, აღარ მაქვს ფიზიოლოგიურად, მოკლედ ტვინს არ აქვს ეს რესურსი. და შესაბამისად სხეულსაც არ აქვს ეს ყველაფერი. პირველი რაც რითიც მინდა დავიწყო, არის ის, რომ თვით სიყვარული ყოველთვის არის პროაქტიული პროცესი. მაშინ, როდესაც თვით ზრუნვა შეიძლება იყოს რეაქტიული. და ხშირად გვეშლება ხოლმე ადამიანებსაც და კოუჩებიც ადამიანები ვართ, რომ ჩვენ რეაქტიული თვით ზრუნვა შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს არის თვით სიყვარული და რო განვასხვაოთ უბრალოდ ძალიან მარტივად რეაქტიული თვითზრუნვის პროცესში ჩვენ მხოლოდ რაღაცა გადაღლის შემდეგ ჩერდებით ან ბერნაუთის დროს ვისვენებთ და ასე შემდეგ თუმცა პროაქტიული თვითსიყვარული გულისხმობს იმას რომ წინასწარ აუცილებლად დავგეგმო ჩემი დასვენება მხარდამჭერი გარემო შევქმნა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველა ცხოვრების ყველა ეტაპზე და ყველა სფეროში და მათ შორის კოუჩებისთვისაც რაღაც მდგრადი ცხოვრება ავაშენო ასე ვთქვათ და ცნობიერად დავიცვა ჩემი ენერგია იმიტომ რომ ეს რესურსები როგორც ადამიანისთვის და განსაკუთრებით როგორც კოუჩისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სინამდვილეში მოკლედ რეაქტიულმა თვითზრუნვამ შეიძლება უბრალოდ რაღაც კოლაფსისგან გადაგვარჩინოს, მაგაში როდესაც პროაქტიული თვითსიყვარული ქმნის ისეთ ცხოვრებას, როგორც მართლა გვინდა ხოლმე რომ გქონდეს. და ეხა ესე რაღაცნაირად ცოტა სტრუქტურირებულად რო გავყვეთ თვითსიყვარულს, მე შემოგთავაზებთ, რომ დილცის პირამიდის სხვადასხვა ნევროლოგიურ დონეზე გავიაროთ, როგორ ვლინდება თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში თვითსიყვარული. და მოიმარჯვეთ მოკლედ ფურცელი და კალამი და ყველა დონეზე გარკვეული კითხვებით ჩავყვეთ თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში როგორ ვლინდება ეს თვითსიყვარული ზემოდან ქვემოთ ჩამოვალ
და მე თქვენ შეგიძლიათ ქვემოდან ისევ ზემოთ ახვიდეთ და ეს ყველაფერი რაღაცნაირად აი ამ ნევროლოგიური დონეების პრიზმაში გავიაროთ. რეალურად ჩემი მისია პირობითად როგორც კოუჩის, როდესაც არის ცნობიერების გაფართოება, ტრანსფორმაციის მხარდაჭერა, უსაფრთხო სივრცის შექმნა, თუ ეთიკური კოუჩინგის, ასე ვთქვათ, პრეზენსი, ხო, ყოფნა კოუჩინგური, ეს ყველაფერი რეგულირებული ნერვული სისტემა, ასე ვთქვათ, კლიენტისთვის უსაფრთხოების სიგნალი ხდება ხოლმე. და გაცნობიერებული მისია არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველი კითხვა ჩემი იქნება, რომ რა არის თქვენი მისია როგორც კოუჩების, ან როგორც ადამიანების და როგორ ვლინდება მისიის დონეზე, ასე ვთქვათ, თქვენი როგორ გეხმარებათ თქვენი მისია აი ამ თვითსიყვარულის გამოხატულებაში. უბრალოდ თქვენთვის რა პასუხებიც მოვა მოინიშნეთ და რეალურად ვინ ხარ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია მაგალითად კოუჩისთვის, ვიდრე ის რა ტექნიკას იყენებ, ხო? და თავისთავად ჩვენი კოუჩინგური მისია ყოველთვის რაღაცნაირად გვიბიძგებს იმისთვის, რომ თვითსიყვარულის პროცესში შევიდეთ ხოლმე, ხო? ცოტა სწრაფად ჩავყვები, მაგრამ თუ ვინმეს უნდა გაზიარება, შეუძლია თუ რაღაცა თავში კარგი მოგივათ ხოლმე აზრად, შეგიძლიათ ჩაერთოთ და გააზიაროთ. მისიის შემდეგ ქვემოთ რო ჩამოვიდეთ, მოკლედ ვინ ვარ მე როგორც კოუჩი, ესეთი კითხვა მაქვს, თუმცა ჩემი კითხვა არის ხოლმე ვინ ვარ, როცა აღარ ვცდილობ ვიყო ვინმე ცხოვრებაშიც და კოუჩინგშიც. და აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი იდენტობის დონეზე გავაცნობიეროთ, რომ ჩემი ღირებულება არ არის დამოკიდებული კლიენტის შედეგებზე. კლიენტი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარ შედეგებზე, ხო? და თუ მე ზედმეტად ვარ, ასე ვთქვათ, და განსაკუთრებით კოუჩინგის საწყის ეტაპზე გვემართება ხოლმე ყველას, ალბათ ყველა პროფესიაში წესი არის, რომ თავიდან ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტის შედეგი და რაღაცნაირად ეს თითქოს აი როგორი კოუჩი ვარ, ამის გასამტკიცებლად მე მჭირდება, რომ მუდმივად რაღაცნაირად დამოკიდებული ვარ თითქოს კლიენტის შედეგებზე, ამიტომ თავიდანვე აი ხა ახალი კოუჩებს ხედავ აქ შედარებით ნაკლები გამოცდილების მქონებს, ძალიან მნიშვნელოვანია პროცესში შესვლა აი ამ დობით, რომ შენ ღირებული ხარ იქამდე, სანამ ვინმეს რამეს დაუმტკიცებ. ყველა პროცესში და განსაკუთრებით კოუჩინგ პროცესში, იმიტომ რომ აქ ის, ასე ვთქვათ, უპირატესობა გვაქვს, რომ კლიენტი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ შედეგზე, შენ ხარ პასუხისმგებელი პროცესზე და პროცესისთვის თვითსიყვარულით, ასე ვთქვათ, პროცესში შესვლა ამას ნიშნავს, რომ მე საკუთარი ღირებულება მივიტანო იქ და არ ვიყო ზედმეტად ჩაციკლული, ასე ვთქვათ, კლიენტის შედეგზე. თქვენ შეგიძლიათ თუ რაიმე კითხვა მოგივათ, ვინ ვარ მე როგორც კოუჩი, ან ვინ ვარ მე, როცა აღარ ვცდილობ ვიყო თუნდაც ვინმე. აი ამ კითხვას უპასუხოთ თქვენთვის მოინიშნოთ, რაც მოგივათ, ასე ვთქვათ, თავში. ცოტა უფრო მეტი ინტერაქცია გვექნება, ეხლა უბრალოდ ჩავყვეთ იმ ასე ვთქვათ, წმენა წარმოდგენების და ღირებულებებზე ჩამოვდივართ იდენტობის შემდეგ, ღირებულებებს ნაკლებად შევეხები უფრო წმენა წარმოდგენებს გეტყვით, რომ ძალიან ხშირად ადამიანებს არა მარტო კოუჩებს, არამედ ზოგადად ცხოვრებაში გვაქვს ისეთი შემსრულებელი ყველა წარმოდგენებით ურწმუნებულები, რომ რაღაცნაირად უნდა ვიყო იდეალური, მათ შორის იდეალური კოუჩი. უნდა მაგალითად გადავარჩინო ყველა, ხო? რაღაც თუ შეცდომას დავუშვებ, შეიძლება რაღაც ღირებულება დავკარგო და ყველა ეს წმენა წარმოდგენა, რა თქმა უნდა, ავიწროებს, ასე ვთქვათ, ჩემს ცნობიერებას, შესაბამისად შემზღუდველია და რესურსებსაც პირდაპირ გადავყავარ გადარჩენის რეჟიმში. რითიც დავიწყეთ მოკლედ ჩვენი შეხვედრა, რომ იმ რეჟიმში აღარანაირი მოგეთ კოუჩინგური პროცესი აღარ მიმდინარეობს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მე ვარ რესურსული, კლიენტი რესურსულია, მე პასუხისმგებელი ვარ პროცესზე და კლიენტი არის პასუხისმგებელი შედეგზე და მე შეიძლება შევცდე, მაგრამ მაინც ღირებული ვიყო. აი ამ ეს არის ის
მაგალითისთვის მომყავს, მაგრამ აი ამ ტიპის რწმენა წარმოდგენები არის რწმენა წარმოდგენები, რაც თვითსიყვარულით კოუჩინგის პროცესში შესვლის შესაძლებლობას გვაძლევს და შესაბამისად კოუჩინგური პროცესის ნამდვილ კოუჩინგურ პროცესად ქცევაში გვეხმარება. ხო, ну, უნარები და რაც გვჭირდება, ასე ვთქვათ, და რაც მნიშვნელოვანია აი ამ თვითსიყვარულისთვის არის, რა თქმა უნდა, ემოციური რეგულაცია, mindful ცნობიერება, რეფლექსიური ფიქრი, პირადი საზღვრები, ეს კორეგულაცია, ასე ვთქვათ, და თვითთანაგზნობა, ანუ როგორ ვესაუბრები საკუთარ თავს, როგორი დამოკიდებულება მაქვს საკუთარი თუნდაც შეცდომების მიმართ, და რა თქმა უნდა, ხო, პირადი საზღვრების თემა, რამდენად გამომდის, არასთქმა, რამდენად გამომდის საკუთარი თავის მოსმენა, ამ ემოციების კონსტრუქციული უკავშირი და ეს უნარები არის როგორც წესი თუ ზემოთ მისიის იდენტობის რწმენა წარმოდგენების დონეზე რაღაცები ლაგდება, შესაძლებლობებიც თავისთავად ლაგდება, თუმცა ასე ვთქვათ, doing-ის ნაწილში შესაძლებლობებზე ეს მუდმივად ის უნარებია, რომელსაც კოუჩები ვმუშაობთ ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვანაირად თვითსიყვარული არ გამოდის და სხვანაირად კოუჩინგური პროცესიც ვერ მიდის ისე, რაც არის რეალურად, როგორც უნდა იყოს რეალურად და პრეზენსი ზოგადად კოუჩინგური ყოფნა პირდაპირ ნერვული, ასე ვთქვათ, სისტემის უნარია, ჩვენი ნევროლოგია რამდენად გვაძლევს პრეზენსის, აი აქ და ამჟამად ყოფნის განცდას, იმიტომ რომ სხეული, რომელსაც ბევრად უფრო დიდი მეხსიერება აქვს, ვიდრე სხვა დაუშვათ ცნობიერ მეხსიერება, სხეული პირდაპირ გვიგზავნის რაღაცა სიგნალებს, მათ შორის კოუჩინგურ პროცესშიც და თუ მუდმივად არ არის ეს, ასე ვთქვათ, გადამუშავებული და სხვათა შორის თვითზრუნვის ნაწილში მე ვისაუბრებ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ზუსტად ის სუპერვიზიები და ის მხარდამჭერი გარემო კოუჩინგში, რაც მეხმარება, რომ მუდმივად მე თვითონაც მოვახერხო ემოციური რეგულაცია და არ ვიყო მარტო აი ამ პროცესში, იმიტომ რომ თუ კოუჩინგი როგორც წესი სოლო პროფესიაა, მე მარტო ვმუშაობ და თუ მე არ გამოვიყენებ, ასე ვთქვათ, ამ პროფესიულ მოთხოვნებს, მათ შორის სუპერვიზიას, მენტორინგებს და ასე შემდეგ, სადაც მოვახერხებ ჩემ რეფლექსიასაც, ჩემ პროცესების რეფლექსიასაც, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში აუცილებლად ჩემი ნევროლოგიაც აღარ იქნება ისეთი რეგულირებადი, როგორიც შეიძლება რაღაცა უნდა სტანდარტულად გქონდა ხოლმე, ხო? და ნუ ქცევის დონეზე ეს როგორ ვლინდება საბოლოოდ თვითსიყვარული პრაქტიკაში, რა თქმა უნდა, არის ის ნაწილი, სადაც მე, ასე ვთქვათ, mindful ცნობიერ პაუზებს ვაკეთებ. აუცილებლად დღის განმავლობაში და თვის განმავლობაში, კვირის განმავლობაში და ასე შემდეგ დასვენებები პროაქტიულად მაქვს დაგეგმილი, სადაც უნდა მოხდეს ჩემი ემოციური რესურსების აღდგენა. იმიტომ რომ რეალურად ჩვენი ენერგია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასეტია კოუჩინგურ პროცესში, ემოციური ჩექინი განსაკუთრებით კოუჩინგურ პროცესში შესვლამდე, იმიტომ რომ კარგად უნდა შევამოწმო სადღაც რაღაც ემოციები ხო არ მაქვს მე თვითონ გადაჭარბებული და ასე ვთქვათ, ცარიელი ფურცელივით ვიყო კოუჩინგის პროცესში, სხეულზე ზრუნვა, იმიტომ რომ სხეული პირველი გვიგზავნის ხოლმე სიგნალებს თუ რაღაც ისე არ არის. არას თქმა, როგორც გითხარით, პირადი უკვე ქცევაში გამოვლენილი პირადი საზღვრების დაცვა და მხარდაჭერის მოთხოვნა, როგორც თქვი, ეს იქნება მაგალითად სუპერვიზიის სახით თუ ზოგადად მხარდამჭერი კოუჩინგური სივრცის არსებობა. და რა თქმა უნდა, თვითსიყვარული, როგორც ყველა სხვა ქცევა, ეს არის განმეორებითი ქცევების ძალიან მნიშვნელოვანი ჯაჭვი და პრინციპში ყველაფერი, რაც აქვს თქვით, თითქოს ძალიან მარტივია, ერთადერთი რაც გვჭირდება არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან კარგად გადავიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩემი დღევანდელი შეხვედრის მიზანი ზუსტად ეს არის, რომ თვითსიყვარული არ იყოს რაღაცა განყენებული ტერმინი, რომელიც უბრალოდ ვიცით, რომ მნიშვნელოვანია, არამედ გადმოვიტანოთ ჩვენს ყოველდღიურ ქცევებში და აი მისია გარკვეული კოუჩინგური კომპეტენციებით რო დავიწყე, მისიიდან დაწყებული ყველა საფეხურზე გავაცნობიერო, რა უნდა ვაკეთო ყოველდღიურად იმისთვის, რომ თვითსიყვარული მართლა იყოს გამოვლენილი და შესაბამისად ამან მე როგორც ადამიანი და მე როგორც კოუჩი გამაძლიეროს და პროცესისგან შექმნას მართლა ის პროცესი, რასაც ნამდვილი კოუჩინგი ქვია.
აა და ბოლოს გარემო ძალიან მნიშვნელოვანი. აა რა თქმა უნდა, ცივსიყვარული ისეთი გარემოს შექმნას ნიშნავს, სადაც ჩემი ნერვული სისტემა თავს უსაფრთხოდ გრძნობს. ეს არიან მხარდამჭერი ადამიანები აუცილებლად, ეს არის უსაფრთხო სივრცეები, ეს არის ნაკლები ქრონიკული სტრესის, ასე ვთქვათ, უზრუნველყოფა და რაც უკვე ბევრჯერ ვახსენე, სუპერვიზია და მხარდაჭერა. სხვანაირად თვითზრუნვა, კი არა თვითსიყვარული გაგვიჭირდება მოკლედ და გარემო, რა თქმა უნდა, არის ის, რაც ჩვენს ნერვული სისტემის ფორმულირებას ახდენს და უგზავნის პირველი სიგნალი მე ჩემს ნერვულ სისტემას, რამდენად უსაფრთხოდ ვარ, სწორედ გარემოსგან მისდის და მე რაღაცნაირად მომინდა რომ ზემოდან ქვემოთ დამეწყო, თუმცა პრინციპში, როდესაც ლოგიკურ დონეებზე ვსაუბრობთ, რეალურად გარემოდან ვიწყებთ და მე ავდივართ ხოლმე უბრალოდ კოუჩინგის თვითონ თვითსიყვარულისგან გამომდინარე და კოუჩინგიდან გამომდინარე, მინდოდა რომ მისია ყოფილიყო ეს ჩვენი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი კომპეტენციები, რისი მოტანაც, მოკლედ რისი გამოვლენაც გვინდა ხოლმე კოუჩინგურ პროცესში. და ზუსტად ის კომპეტენციები, რომელიც არის კოუჩინგური აზროვნების, ასე ვთქვათ, გამოხატვა, ეს რომელიც თვითცნობიერებაზე და ცნობიერ პასუხისმგებლობაზე დგას, ნდობის და უსაფრთხოების კულტივირება, რომელიც ეს უსაფრთხოება პირველ რიგში საკუთარი ნერვული სისტემისთვის აი ამ უსაფრთხოების შექმნით იწყება. ასე ვთქვათ, კოუჩინგური პრეზენსის შენარჩუნება აქ და ამჟამად ყოფნის მდგომარეობა, რომელიც ჩემს ნერვულ სისტემას არეგულირებს, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვენ ნერვულ სისტემასთან და ცნობიერ ყურადღებასთან, სად მიდის ჩემი ენერგია და როგორ ნაწილდება ჩემს ოთხგანზომილებაში და ცნობიერების გაფართოება, რომელიც საბოლოო ჯამში ქმნის აი ამ ტრანსფორმაციას, რომელიც გვინდა ხოლმე რომ მივიღოთ კოუჩინგურ პროცესში. და აქვე აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ თვითონ ICF-ის ეთიკაც, ასე ვთქვათ, თავის თავში თვითსიყვარულს გულისხმობს, მოგვიწოდეს, მოითხოვს ჩვენგან პირდაპირ თვითსიყვარულს, იმიტომ რომ ის ემოციური პასუხისმგებლობა, ბერნაუტის პრევენცია, პროექციების გაცნობიერება, პროფესიული საზღვრების დაცვა და მუდმივი თვითგანვითარება, ყველაფერი ეს რა ფორმატითაც და რა ჭრილში ჩვენ თვითსიყვარულზე ვისაუბრეთ, სინამდვილეში ყველაფერი ამის საფუძველი არის თვითსიყვარული და ჩვენ ვერანაირად ვერ შევქმნით სივრცეს სხვებისთვის თუ ჩვენ თვითონ ვიქნებით, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის შემოსასრული გვექნება და არ გვექნება გაფართოებული, ასე ვთქვათ, ჩვენი უსაფრთხოება თვითსიყვარულით. გადავიდეთ მოკლედ საინტერესო ნაწილზე, მე რო აღარ ვისაუბრო, ეხლა გთავაზობთ, რომ ცოტა ხანი მოვუსმინოთ საკუთარ სხეულს. თქვენ შეგიძლიათ რაღაცნაირად კომფორტულად დასხდეთ და თითოეულმა თქვენთაგანმა ვისაც სურვილი გექნება, გამიზიარეთ, რას გრძნობს ახლა თქვენი სხეული. და ეს პრაქტიკები მე შეგვიძლია ჩვენ დავუშვათ კოუჩინგური სესიის დაწყებამდე ან თვითონ ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცნაირად გამოვიყენოთ ხოლმე. რას გრძნობს ახლა თქვენი სხეული? მოусმინეთ. შეგიძლიათ თორმად ჩაისუნთქოთ, ცოტა ხანი გააჩეროთ სუნთქვა, იმისთვის რომ სიჩუმე იყოს. და ამ უსუნთქვისას მოусმინოთ სხეულს, სად არის დაძაბულობა. და რის თქმას ცდილობს თქვენი ნერვული სისტემა. უამრავი კითხვა შეიძლება დავსვათ ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ პრაქტიკის მთავარი, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტი, მთავარი პასუხი არის ხოლმე, რომ უბრალოდ მთავარი ამ პრაქტიკაში არის ის, რომ უბრალოდ ჩვენ სხეულს მოусმინოთ სესიის დაწყების წინ და თუ სადმე რაიმე დაძაბულობა გვაქვს, თუ ნერვული სისტემა რაღაცა სიგნალებს გვიგზავნის, ეს აუცილებლად მოვინიშნოთ და შეიძლება
მაინც შევიდეთ ჩვენ სესიაზე, უბრალოდ იგივე სუპერვიზიის დროს, ან მხარდამჭერ გარემოში, ამაზე ვისაუბროთ და ვიმუშაოთ, იმიტომ რომ მუდმივი და უსასრულო განვითარება კოუჩინგ პროცესში თვითონ კოუჩისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა, როგორ იცვლება ეს დინამიკა სესიიდან სესიამდე და განსაკუთრებით, როდესაც დამწყები კოუჩები ვართ ხოლმე, შეიძლება იყოს ზუსტად ეს დაძაბულობა და აი ეს დაძაბულობა, მაგალითად, ეხლა რაც გავიარეთ ლოგიკური პირამიდის რომელ დონეზეა, სადმე მე გარემო მაქვს გასაუმჯობესებელი, სადღაც მე ქცევები მაქვს შესაძლებელი, სადღაც ღირებულებები და რწმენა წარმოდგენები მაქვს შესაძლებელი, თუ აი სად რომელ დონეზე არის მოკლედ რაღაცა ცვლილება განსახორციელებელი იმისთვის, რომ პირობითად აღარ ვიგრძნო რაღაც დაძაბულობა, გავარკვიო, საიდან მოდის ეს ჩემი ნერვული სისტემის დაძაბულობა. აი ეს არის ძალიან კარგი ინდიკატორი სესიიდან სესიამდე უბრალოდ საკუთარი სხეულის მოსმენა და თქვენ ახლა შეგიძლიათ ამ ერთი სიტყვა, ასე ვთქვათ, ჩაინიშნოთ და გამიზიაროთ. აა მე რაღაცას დავაჭირე ხელი. გამიზიაროთ, შეგიძლიათ, აი მე მგონი ჩატში იყო რაღაცები გაზიარებული. შეგიძლიათ უბრალოდ ჩართოთ და გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. ეხლა რამდენად გამოგივიდა სხეულის მოსმენა და რა სიტყვები მოვიდა, ან ზოგადად თქვენი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა იმასთან დაკავშირებით, თქვენი გამოცდილება იმასთან დაკავშირებით, სესიის წინ რამდენად იყენებთ ამას და როგორ უკეთ უკლავდებით აი ამ ან დაძაბულობას ან რაღაც სიგნალებს. ჩატს ვერ ვკითხულობ რა ეწერა სოფო ჩატში. გიკითხავ ნინო და გიკითხავახლავე. წერო ხედ, აი მოიცა მეც გამომიჩნდა. აა ერთი სიტყვა გამთლიანება, აჰა, სხეულში გამთლიანება. მადლობა ნატალია. ვინმეს ხო არ სურს კიდე კავშირი? კი ბატონო, მშვენიერია. კარგი ისინი წამოსულა ჩვენს მასტერ კლასზე, სხეულში, კარგი იმპულსები, ასე ვთქვათ, კარგი სიგნალები. გამთლიანება კავშირი, კი ბატონო. თუ სადმე დაძაბულობას გრძნობთ, ესეც შეგიძლიათ გააზიაროთ. და თუ სადმე დაძაბულობა არის, სად არის ეს დაძაბულობა და რის თქმას ცდილობს ნერვული სისტემა. ნინ დაღლილობას გრძნობ ხერხემლის არეშო, აი ნათი გვიზიარებს. დაღლილობას გრძნობ ხერხემლის არეშო, კი ბატონო. და რის თქმას ცდილობს თქვენი ნერვული სისტემა ნათი? სწორად დასვენება უნდა ისწავლო. ამის თქმას ცდილობს. მაგის თქმას ცდილობს. ხო, უბრალოდ ზოგჯერ ხან პირდაპირ ჩვენი სხეული გველაპარაკება, კოუჩთან მისვლა და სადმე ჰეკიმთან მისვლაც არ გჭირდება. პირდაპირ სხეული გვიგზავნის სიგნალებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი, მოგეთ სხეულის მოსმენა ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თვითზრუნვის ინსტრუმენტია და თვითსიყვარულის, ასე ვთქვათ, კარგი გამოხატულება ყოველდღიურ ცხოვრებაში. თვითონ კოუჩებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის აი კოუჩ სესიის დაწყებამდე ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკაა, რომ საკუთარ სხეულს კარგად მოусმინოთ. და ასე ვთქვათ, ჩვენი ესეთი სრული პრეზენსით შევიდეთ სესიაზე. კეთილი. კიდევ ვინმეს რამის გაზიარება ხო არ უნდა? მაშინ გადავიდეთ შემდეგ ინტერაქციაზე, ეს უბრალოდ შეგიძლიათ მოინიშნოთ, გამოიყენოთ, შეიძლება აკეთებდეთ ის, ხო, იმის გაზიარება ხო არ გინდათ რა, მე მოკეთებ ბოლოში გავაზიაროთ. ერთი ინტერაქტიული პრაქტიკა, ესეთი, თქვენ უნდა დაასრულოთ ესეთი წინადადება და აუცილებლად უნდა გამიზიაროთ თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს, რას ნიშნავს? დაასრულოთ ეს წინადადება. თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს. ნატალია მოგწერა, მაგრამ ჯერ რომ წავიკითხავ, ყველა რო გაგვიზიარებს, მე წავიკითხავ, რომ ერთმანეთის აზრები ჯერ ყველა ჩვენი გავაზიაროთ და მე წავიკითხოთ ერთად. აჰა. აჰა.
აჰა. კი ბატონო, შვენიერია. ნელ-ნელა დავიწყებ მაშინ წაკითხვას. აჰა, შვენიერია. თვითსიყვარული ნატალია გვიზიარებს, რომ თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს რწმენას, რომ ჩემი დაავადება ჩემი განკურნების ნაწილია და სრული განკურნება უკვე პროცესშია. თვითმასაჟს გავიკეთებ. თვითსიყვარული გვიზიარებს, რომ თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს თვითზრუნვას. ნამა გვიზიარებს, რომ თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს ზრუნვას საკუთარ თავზე. თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს საკუთარი თავის პატივისცემას. თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს ლელა იყო ეს, თეოგვიზიარებს თვითზრუნვას, თავთან ჰარმონიას. თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს არ ვიყო განპირობებული, სოფო მადლობა. სოფო თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს საკუთარ თავზე ზრუნვას და განვითარებას. კიდე ერთი არ ვიცი სახელი, საკუთარი თავის პატივისცემას, მოსმენას, ჩემს ინტერესებზე დაფიქრებას. კი ბატონო, ჩემი თავის მოწონებას. დოდოშა მადლობა. თვითსიყვარული ჩემთვის ნიშნავს ჩემი გაფანტული შინაგანი ნაწილების მიღება, ერთმანეთთან ფაზლივით დაკავშირება და გამთლიანება. თეონა, უდიდესი მადლობა. კი ბატონო, გოჩა გაგვიზიარე მამრობით ისკესის მეგონი ერთი წა საკუთარ თავთან ომის შეწყვეტა, მშვენიერია, კი ბატონო. თვითსიყვარულიც ასახად ყველა ეს ყველაფერი აქ რაც გავიარეთ, ასე ვთქვათ, ყველაფერი არის თვითსიყვარული. ჩემთვისაც თვითსიყვარული ნიშნავს საკუთარი თავის ყველა იმ ნაწილის მიღებას, რასაც ყოველდღიურად აღმოვაჩენ საკუთარ თავში, სხვაში და გარემოში, ასე ვთქვათ, ყველაფრის მშვიდად მიღებას და ამასთან, ასე ვთქვათ, მშვიდ თანაცხოვრებას. ეს არის ჩემთვის მოკლედ თვითსიყვარული. და შემდეგი, ასე ვთქვათ, კითხვა არის, რა არის ერთი პროაქტიული ნაბიჯი, რომელსაც საკუთარ თავთან ურთიერთობაში გადადგამთ. დღევანდელი, ასე ვთქვათ, პატარა მასტერკლასის ლოგიკურ, ასე ვთქვათ, პირამიდის დონეებზე გავლის შემდეგ რაღაცნაირად რა იქნება ის ერთი პროაქტიული ნაბიჯი, რომელსაც საკუთარ თავთან ურთიერთობაში გადადგამთ. აი თან გამიზიარეთ თქვენთვის რას ნიშნავდა ხო თვითსიყვარული და თუ თვითსიყვარული თქვენთვის ამას ნიშნავს, მაშინ რა არის ის ერთი პროაქტიული გაცრავად ნაბიჯი? სოფო მადლობა საკუთარ სხეულს მოусმენ ხოლმეო, მშვენიერია. ხო, ერთი მარტივი ცვლილება რეალურად თვითსიყვარულის უკვე გამოხატვა, გამოვლენა. მარტივი ცვლილებაც კი ძალიან ცვლის ხოლმე ჩვენ შედეგებს. უი, რა კაი პასუხებია ერთი წუთით. სადღაც დავიკარგე. საკუთარ სხეულს მოусმენ. ხშირად ადამიანებს მარტოობის იმიტომ გვეშინია, რომ საკუთარ თავთან ურთიერთობა არ ვიცით, საკუთარ თავს არ ვიცნობთ. პროაქტიული ნაბიჯი იქნება საკუთარ თავთან დროის ისე გატარება, როგორც საუკეთესო მეგობართან გადასარევი. მადლობა. ვინ იყო ეს? ნათი, მადლობა, დიდი არაჩვეულებრივია. მეტ დროს დავუთმობ დასვენებას, კი ბატონო. მეტი დრო ძალიან ეს არის გაურკვეველი, ცოტა უფრო მეტი. რას ნიშნავს მეტი დრო? ლელრო დააზუსტო და დასვენებაც რა ფორმატით ირჩევ. ხშირი დაპაუზება, ჩემი უფრო მარტივი რაღაცა შეგიძლიათ ნაბიჯი. ხშირი დაპაუზება, ჩემი შეგრძნებების მოსმენა და კოუჩინგური კითხვის დასმა ჩემი შინაგანი სამყაროსთვის. თეონა, უდიდესი მადლობა, არაჩვეულებრივია. ხო, აი ეს პერიოდულად გაჩერება საკუთარი სხეულის მოსმენა და აი რას მეუბნება ახლა ეს შეგრძნება, ეს ნერვული სისტემა, ასე ვთქვათ, ჩემი რას მეუბნება, რა არის დაძაბულობა, რას მეუბნება, ეს მდგომარეობა, რას მეუბნება, ეს ძალიან კარგად გვაბრუნებს ამ კოუჩინგურ პრეზენსში, ასე ვთქვათ.
და თვითსიყვარულის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის გამოხატულება და აი ამ მდგომარეობით კოუჩინგურ პროცესში შესვლა მე ნამდვილად თვითონ კოუჩინგურ პროცესაც ხდის ძალიან ასეთი თასიამოვნოს, იმიტომ რომ აი ზუსტად ჩემი უსაფრთხო ნერვული სისტემა ძალიან დიდ გავლენას ახდენს კლიენტის უსაფრთხოებაზეც, ხო? შევეცდები, მოიცადოთ უკვე რაღაცა კარგი დაწერა. შევეცდები, აი მე უნდა გავშალო მე მგონი ეს მეცა. იცი ანია, ცუდად დავწერე რაღაცა მე შევეცდები კლავიატურა. უძულესია, მაგრამ მაინც ამოხსნა ვინ ვარ მე, როცა აღარ ვცდილობ ვიყო ვინმე. ამოხსნა არ უნდა, შეეცადა იყო ეს. იცი, ამოხსნა მივიდე ფიქრით ვინ ვარ რა, იმიტომ რომ აა, ახლა ძალიან რთული არის ესე დაინახო მართლა ვინ ხარ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად სხვადასხვა კუთხით სულ ცდილობ ხოლმე და ბოლომდე ხო, შეიძლება ვერ ამ ამოხსნა. კითხვაზე პასუხი შეიძლება რაციონალიზაციის დონეზეც არ მოვიდეს, თორია შეგრძნების დონეზე მოვიდეს. ხო და ძალიან რეზონირებს ეს კითხვა ჩემთან და ეგრევე მომხდარა. დღის განმავლობაში გამოვყოფ მეტროს დასვენებისთვის. მაინც ძალიან ეს არის ლელა, მეტი დრო რას ნიშნავს? რამდენს? 5 წუთით მეტს, მაგალითად. არ დაელოდო სწორ მომენტებს. აი, ამას მეუბნებაო, არაჩვეულებრივია კოჩო, არ დაელოდო სწორ მომენტს. ყველა მომენტი სწორია. ყველა მომენტი სწორია, ყველა მომენტი ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს. 1 საათს, მადლობა ლელა. ლელა ჩავაჯიბდი. გადავეკიდე. 1 საათი უკვე კარგია ლელა, მადლობა, გადასარევია. ხო. ნუ აი რეალურად ესე ძალიან მარტივად უბრალოდ განზრახვა, რომ მე გამოვხატო თვითსიყვარული, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მე უკვე ამაზე მუშაობა მისიის იდენტობის, ღირებულებების, წვენა წარმოდგენის, ქცევების და გარემოს დონეზე არის უმნიშვნელოვანესი. ჩვენი როგორც ადამიანების, ჩვენი როგორც კოუჩების, ასე ვთქვათ, უკეთეს ადამიანებად და უკეთეს კოუჩებად ფორმირების პროცესში. და განსაკუთრებით მიხარია ესეთი თვითონ ICF-ი ზუსტად ამას გვაძლევს, რომ ჩვენ როცა მოვედით კოუჩინგში, იყვნენ გამოცდილი კოუჩები, რომლებიც გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას და ჩვენ დავიწყეთ აი ამ გამზადებული რესურსით, ასე ვთქვათ, საკუთარი შეცდომების, ჩვენი წილშეცდომები, რა თქმა უნდა, დაუშვით, მაგრამ უკვე სხვების შეცდომებით, ასე ვთქვათ, გამოცდილებით სწავლა და ეს არის თაობიდან თაობას, რაც ასე ვთქვათ, ახლა უკვე ახალი კოუჩები არიან ჩვენთან, რომლებსაც ასევე შეუძლიათ, რომ ის გამოცდილება, რაც დაგროვდა უკვე ჩვენს პრაქტიკაში, პირდაპირ გამზადებული სახით აიღონ და დაიწყონ უკვე სწორად აი ამ კომპეტენციების ძალიან მარტივი პატარა მართვადი ნაბიჯებით გამოვლენა საკუთარ საქმიანობაში. და ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი ჩემგან არის, რომ როგორც ვექცევით საკუთარ თავს, ეს არის ის ემოციური, ასე ვთქვათ, თითის ანაბეჭდი, ყველა ურთიერთობის რომელსაც ვქმნით, ყველა ურთიერთობაში მოგეთ რომელსაც ვქმნით, ანუ ურთიერთობა საკუთარ თავთან არის ინდიკატორი იმის, როგორი ურთიერთობა გვექნება სხვა ადამიანებთან და კოუჩინგიც არის ურთიერთობის პროცესი. ამიტომ ჩვენი ემოციური თითის ანაბეჭდი ზუსტად ამას გვეუბნება, ასე ვთქვათ, როგორ ვექცევით საკუთარ თავს, ეს იქნება ჩვენი ემოციური თითის ანაბეჭდი, რომლის მიხედვითაც შევქმნით ყველა ურთიერთობას და ძალიან დიდი მადლობა თქვენ, რომ ასე იყავით რა დღეა დღეს 4 შაბათი კი არის, მაგრამ რაღაცნაირად 2 შაბათივით 4 შაბათი რო გვაქვს, ეგეთი 4 შაბათია და გუშინ დასვენების ხერო იყო და ეხლა შეგვიძლია გადავიდეთ კითხვა-პასუხის რეჟიმში და უკვე გამიზიაროთ თქვენი გამოცდილებაც თვითსიყვარულის გარკვეულ პრაქტიკებთან დაკავშირებით, თქვენ რა პრაქტიკა გაქვთ, თქვენ რა გამოცდილება გაქვთ ამასთან დაკავშირებით. და მადლობა ესეთი კარგი ჩართულობისთვის და ესეთი კარგი გაზიარებებისთვის თქვენი აღმოჩენები, რაც იყო თქვენთვის სიყვარული, ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ველოდებოდი
მეთქი ვინმე გააზიარებს ხოთა მე მგონი მე დავიწყებ. იმიტომ რომ თან ვერ ვითმენ, ვერ ვიკავებ. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. აი ძალიან ბევრი რაღაც აშალა ჩემში შენმა გაზიარებებმა და წეგან ჩატშიც მოვიწერე, რომ თვით სიყვარული ჩემთვის არის თქო, რომ არ ვიყო განპირობებული თქო და რეალურად ბოლოში რითიც დაამთავრე, რომ ჩვენ ქცევა და მაგას გულისხმობდი ზუსტად, რომ ანუ ის თუ რა მაწუხებს ჩემს ხელში, ჩემ ემოციაში, რა ფიქრები მაქვს, რა ზგრძნობ და ასე შემდეგ, აუცილებლად განპირობებულს მხდის ნებისმიერ ინტერაქციაში და თვით ზრუნვა და თვით სიყვარული ზუსტად ჩემთვის არის ეგ, რომ მივიღო ჩემი თავი, მოვუსმინო ჩემ თავს, პატივი ვქცევ ჩემ თავს, ვაღიარო ჩემი თავი, დავინახო ჩემი თავი, შევაქო ხანდახან თუ ხანდახან როცა შესაძლებია, მოკლედ მხარი დავუჭირო საკუთარ თავს, ზუსტად ეგ არის ჩემთვის, რომ მე შევძლო უპირობოდ, მოკლედ ურთიერთობაში შესულა, ნებისმიერ ინტერაქციაში, ეს არის კოუჩინგის პროცესი, მეგობრული პროცესი, ნებისმიერი ინტერაქცია, მოკლედ რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ეს და რაღაცნაირად ეგ ხო, რაღაც თითქოს კიდე თავიდან დაიბადა ეს აზრი რა, ანუ რაღაც როგორც ახალი აზრი, ესე დაიბადა ეხა ამ პროცესში და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა სოფო, მადლობა. გაგვიზიარეთ მეგობრებო, თქვენთვის რა იყო დღეს მნიშვნელოვანი? რა აღმოჩენები მე გააკეთეთ? პირადად აჰა. ლელა ვარ, მე პირადად ძალიან მისიამოვნე. მე ძალიან დამაფიქრა. მიუხედავად გონია რომ რაღაცა მეთქით თვით სიყვარულში ვარ, აღმოვაჩინე რომ გონი თვით ზრუნვა და თვით სიყვარული ერთმანეთში მერეოდა და რაღაცა ეს გავამეჯინა იცი ამ ვებინარით და მადლობა შენ. და სხვათა შორის ამას წინას ფიქრობდი რომ რაღაცა პროაქტიულად უნდა გავაკეთო თქო რა ეს რეაქტიულად კი არა დავიღალე და დავისვენე. არამედ პროაქტიულად თქო და აი დავიწყე ახლა ამაზე ფიქრი ამ ვებინარის შემდეგ რომ რას ვაკეთებ პროაქტიულად. მადლობა ლეა. მადლობა. მეც ვიტყვი თუ არავინ არის რიგში ისმეთ შეიძლება ნატალია. ნინო, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ჩამრჩა ის, რასაც სხეულზე ლაპარაკობდი, იმიტომ რომ ჩვენ ხო ძალიან კინესთეტური ტიპები ვართ სინამდვილეში ყველანი. ეხა კი რაციონალურ ლოგიკურ იმაში ვართ სივრცეში, ხო, ვსწავლობთ რაღაცას შენგან და დავისწავლეთ გონებით, მაგრამ სინამდვილეში სხეული ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი არის და არის ესეთი განმარტება სიყვარულის, რომ სიყვარული ეს არის ის დრო, რომელიც ადამიანებმა ერთმანეთს თვალებში უყურეს. ანუ ცოტა ქართულად მიჭირს გადმოთარგმნა ხოლმე, მაგრამ ადამიანები რომ ერთმანეთს თვალებში უყურებენ, აი ის დრო, ის შეგრძნებები არის სიყვარული და აი საკუთარ თავს რამდენი ხანი უყურებთ ხოლმე თვალებში და როგორ უყურებთ და რა განცდები გვეუფლება ამ დროს. აი ეგ მგონია მე თვით სიყვარული ძალიან. და კიდე ერთი რამე რაც მინდოდა შენთვის დამებრუნებინა არის ის რომ აი ნერვული სისტემა ახსენე რამოდენიმეჯერ, რამოდენიმე მასში და ძალიან მაინტერესებს აი ეგ, იმიტომ რომ ბევრს ლაპარაკობენ ახლა კოუჩინგზე როგორც ნერვულ სისტემასთან მუშაობაზე, განსაკუთრებით მასტერ კოუჩები და აი უფრო მინდა რომ ამ თემას ჩაუღრმავდი, აი ამ ნერვული სისტემის თემას, თუ კოუჩინგს განვიხილავთ როგორც ნერვული სისტემის, ნერვულ სისტემასთან კომუნიკაციას, ან ურთიერთქმედებას, ინტერაქციას, ხო, რაღაც კონკრეტულ პროცესში, რისი გაუმჯობესება შეიძლება კიდე მანდ და რა შეიძლება რომ აი ამ ჩვენ ნერვულ სისტემაზე გავიგოთ, რომ უფრო სასარგებლო ვიყოთ კლიენტებისთვის და ჩვენი თავისთვისაც. იმიტომ რომ მისიიდან რო დაიწყე, ახლა ჩემი მისია მაგალითად არის ის, რომ კვალი დავტოვო ამ სამყაროში. აი ჩემი ნერვული სისტემა როგორ უკავშირდება ამ მისიას, ძალიან მაინტერესებს. ძალიან დამაფიქრე. ხო, ყველაზე კარგ პასუხებს სხეული გვეუბნება, ანუ როცა ჩვენი მისიის გაჟღერების დროს ენერგია გვემატება, თვალსახად ჩვენი ნერვული სისტემა მზად არის რომ ხარი დაგვიჭიროს ამ მისიის განხორციელებაში.
აი ეს კაი, ანუ სულ აი ნერვული სისტემა პირდაპირ ენერგიაზეა მიბმული შენ ამბობ. სხეულიში ხო, უგრძნობთ სხეული. ამას. ხო, კინესთეტიურად ყველაზე მარტივად უგრძნობთ ამას. ენერგია გვემატება თუ გვაკლდება. ტვინი გადადის გადარჩენის რეჟიმში თუ განვითარების რეჟიმში, ასე ვთქვათ. მადლობა. მადლობა ნატალია, ძალიან მნიშვნელოვანი გაზიარება იყო, მათ შორის თვალებში ჩახედვა საკუთარი თავის თვითსიყვარულის გამოხატულება, კი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეს თვითსიყვარული ზუსტად ინტეგრაციას რო გულისხმობს საკუთარ ჩრდილებთან, საკუთარ შინაგან ბავშვთან, ეს თვალებში ჩახედვა და რას ვგრძნობთ, როდესაც ჩვენ შინაგან ბავშვს უყურებთ, ჩვენ ჩრდილებს უსწორებთ თვალს, ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია ხოლმე. მადლობა ნატალია. გოჩა გისმენთ. დიდი მადლობა. თავიდანვე ნინო ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პუნქტები წამოჭერი, რომელზეც მე შემიძლია სიამოვნებით ვისაუბრო საათობით, ასე ვთქვათ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, მისია და მის გარკვევა. მისია შეიძლება ასე მეგონოს, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება სხვა მისია მქონდეს. არსებობს ამის ტექნიკები კოუჩინგში მათ შორის. და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ოკეი. ესეც ძალიან ფართო საკითხია, ეს ოკეი, ამის ჩამოშლა ხდება და ძალიან საინტერესოა ესეც და მნიშვნელოვანი და ყოველთვის ვცდილობ რომ აი ამ თემებზე უფრო მეტი ლიტერატურა წავეკითხო და მოусმინო ადამიანებს, გავეზიარო მათი აზრი და ჩემი გაუზიარო. მაგრამ რახან შემდეგ ჩვენ ეს მიმოვიხილეთ და გადავედით თვითსიყვარულზე, ეს ისეთი საკითხია, რომელზეც არასდროს მიფიქრია მე პირადად. და ეხლა აი ეს ვებინარი მიდის უკეთ ასასულისკენ და ვწმუნდები, რომ ზუსტად რასაც ნინო თქვენ ეხლა ამბობთ და თქვით, ზუსტად მეც ამ გზას თურმე მივყვები. მადლობა. და ამას და თქვენ ეხლა მე ეს მომეცით კიდევ სტიმული, რომ აი სწორ გზაზე დგახარ, გაყევი გზას და ეს თვითსიყვარული მარტო კოუჩინგში კი არ უნდა გქონდეს. ეს ზოგადად ჩვენ ცხოვრებაში უნდა გქონდეს და უცებ ამომიტივტივ და ასეთი მაგალითი დიდი ხნის წინ, 8 თვის წინ ვატარებდი ჯგუფურ სესიას. 8 ქალბატონი იყო და ესე იგი ერთ-ერთ სესიაზე გაირკვა, რომ არავის არ უყვარს საკუთარი თავი. ანუ კი არ უყვარს, გამოვლენა არ აკეთებენ. გამოვლენა და მეორე პლანზე აყენებენ. პირველ პლანზე შვილი, მეუღლე, სამსახური, ესენი არ მეორეზე, არ მესამეზე არიან. და ის მე იყო საუბარი მის შესახებ თუ რა მოაქვს ამას მათთვის და როდესაც მე მათ დავალება მივეცი, გაუკეთეთ საჩუქარი საკუთარ თავს. ეს იყო ფურორი ამ ქალებისთვის. ყველამ გაუკეთა საჩუქარი და იცით თურმე აი ეს რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი თავის პატივისცემა. ეს აი ამ კოუჩინგის მეშვეობით გააცნობერებს ამ ქალებმა და ისეთი ოცნებები აიხდინეს, ისეთი საჩუქრები გაიკეთეს, რომ ფიქრობდნენ ვერასოდეს ამას ვერ შესძლებდნენ. და მე ამბობდნენ, რომ აი თითქოს აი სამყაროც ხელს უწყობს მათ, რახან მოინდომეს ეს და აგეგმეს, რომ აი ეს საჩუქარი ეს აიხდინონ მათ და გაიკეთონ. დიდი მადლობა მადლობა გოშა ძალიან მნიშვნელოვანი გაზიარებისთვის. დღევანდელი მასტერკლასისთვის, ვებინარისთვის და მე ძალიან ბევრი რამე მიმაქვს აქ პირველ რიგში ის რომ თურმე სწორ გზაზე ვდგავარ თვითსიყვარულთან მიმართებით. დიდი მადლობა ნინო. მადლობა გოჩა. დოდოშ
ვიტყვი. პირველ რიგში ძალიან საინტერესო თემა იყო ჩემთვის, იმიტომ რომ პირველად დავესწარი ესეთ თემას სიმართლე გითხრა რა და ამიტომ თვითონ თემა დასახელებაც ძალიან მომხვდა და ინტერესით ჩამოვედი და აქედანაც მივდივარ ძალიან სასარგებლო ინფორმაციით, აი მე ძალიან თვით კრიტიკული ვარ რა და აი ეს თვით კრიტიკის და უსაფრთხოების ნაწილი რაც გეწერა, აი ძალიან კარგად კადრად შემოვიდა ჩემ თავში და ძალიან სასარგებლო იყო იმ კუთხით, რომ ხარი რაღაცებს სხვანაირად დაინახავ, სხვანაირად შეხედავ და გაითვალისწინებ რა და ეს თვით კრიტიკა როგორ ამჭიდროვებს ცნობიერებას და რაღაცას ეგ სხვანაირად მომხვდა მოკლედ და წავიღებ და ძალიან სასარგებლო იქნება და დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა შენ დედაშა. თეონა გისმენთ. პროცესში ძალიან საინტერესო რაღაცებს გვიზიარებდი, თეონა, მადლობა. მადლობა. ისე აღმოჩნდა, რომ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ეს გადამწვარი სამსახურში, გადავწყვიტე ნერვულ სისტემაზე ტრენინგები გამევლო და აი ხავარ ზუსტად მაგ ეტაპზე, როცა აღმოვაჩინე ის რამდენიმე მდგომარეობა ჩემში, როგორც არის გაყინვა, გათიშვა, ბრძოლის რეჟიმი და ზუსტად მაგამდე მივიდა ჩემი გაცნობიერება, რომ ჯერ ჩემში უნდა დავარეგულირო ეს მდგომარეობები და მართ არასაჭიროა მდგრადი ნერვული სისტემა შევიმუშავო და უკვე აი მაგ მდგომარეობიდან შევიდე coach სესიებზე და ის ფაქტი, რომ მე თქვენ დღეს ამ ტრენინგს ეს ნერვული სისტემა შემოიტანეთ, კიდევ ერთხელ მიმანიშნებს, რომ რაღაც სწორ გზაზე ვდგავარ, სწორ გზაზე მივდივარ და მოკლედ ძალიან შემეხოდა ჩემთან მოვიდა ჩემ შინაგან სამყაროსთან და ძალიან მადლიერი ვარ ამის და ამის გარდა კიდევ დამაფიქრა ეს ownership რომ მქონდათ ნახსენები შენს ცხოვრებაზე და გაცნობიერებული არჩევანი თუ და ენერგიის შენარჩუნება თუ ენერგიის გაზრდა გაცნობიერებლად აი ამან დამაფიქრა იმიტომ რომ არის მომენტი როცა გქონია რომ სიყვარული რაღაც ბუნებრივი პროცესია და თავისით აღმოცენდება და არის მომენტი როდესაც შენ თვითონ აანალიზებ რომ ეს არის შენი ცნობიერი არჩევანი შენი ქმედებებით შენი გადაწყვეტილებებით შენი რეფლექსიით და აი ეს ნაფიქრავი მიმაქვს სხვა ღირებულ მარგარიტებთან ერთად და მოკლედ სულ ისე ხდება ნინო რომ თქვენ აი წინა ტრენინგსაც დავესწარი და სულ რაღაც მეხმიანება და ჩემი შინაგანი სამყაროს სიმებს ააშღავნებს ხოლმე თქვენი ტრენინგი და ძალიან ვესი დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა თეონა დიდი. ჩემი კაცაც ძალიან თვითსიყვარულით არის დაკავებული. აბა გისმენთ მეგობრებო, გაგვიზიარეთ. ვიღაცები ახლა ბოლოსკენ შემოვიდნენ. ნინ, ჩატი ხო არ წავიკითხოთ სანამ ოი, ჩატი არ, ხო, ჩატი ჩატიც გვაქვს ერთი მადლობა გაზიარება და დიდი მადლობა თვითსიყვარული მნიშვნელოვანია არა მხოლოდ coaching-ში, არამედ ყველაფერში, საკუთარი თავი უნდა მოგწონდეს და გიყვარდეს იმ ნებისმიერ პროცესში, რომელშიც ხარ, როცა გვიყვარს სხვა ადამიანი, გვიყვარს ჩვენი თავით ამ მდგომარეობაში, როცა სიყვარულით ვაკეთებთ საქმეს, გვიყვარს საკუთარი თავი ამ საქმეში და ამიტომ გამოგდის კარგად, თუმცა ვფიქრობთ ალბათ ზოგ შემთხვევაში რთულია თვითსიყვარული არ გადაიზარდოს ნარცისიზმში, ამიტომ ამის სწავლა და გაზრება ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, იდეაში ნარცისიზმი რაღაც დოზით ყველა ადამიანში არის და ეს ოკეია. თავარია არ იყოს დიქტატურის მოთხოვნებაში არ გადაგვეზარდოს იმ დოზის არ იყოს ეს ნარცისიზმი, თორე ზომიერად არ არსებობს მოკლედ ადამიანის ფსიქიკა ნარცისიზმის გარეშე ვერ ფუნქციონირებს სინამდვილეში ესეთი ეს არის ფსიქოთერაპიაში, ამიტომ ოკეია. დოზას გააჩნია მოკლედ. და თვითსიყვარულია აქ რომ მოვედი და თქვენ შორის ვარ ნატალია მადლობა დიდი. კი, თვითსიყვარული არის ჩვენი ყოველდღიური პრინციპში ყოველდღიური კი არა ყოველწამიერი არჩევანი, რა ვთქვათ და რა გავაკეთოთ, რას ასე ვთქვათ, რა ენერგიით ვაკეთებთ ამას და რა მდგომარეობიდან ვაკეთებთ ამას, იმიტომ რომ თუ აი ეს რაღაცნაირად გადარჩენის რეჟიმში, ბრძოლის რეჟიმში მაბრუნებს ჩემი ტვინი
მაშინ ეს თვითსიყვარული არ გამოგვდის, შიშიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, ვოპერირებთ და ჩვენი ტვინის ისშრე, სადაც შემოქმედებითი გონია, სადაც რაღაც ახალი უნდა დაიბადოს, უბრალოდ არ ფუნქციონირებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აი იმ მდგომარეობიდან, სადაც მე ვარ, უსაფრთხოდ, სადაც უკვე იწყება განვითარება, სადაც იწყება ირთვება, ასე ვთქვათ, ჩვენი ნეოკორტექსი თუ პრეფრონტალური ქერქი და სადაც შემოქმედებითი რესურსი ტვინს აქვს, დავიწყოთ მოკლედ რაღაცეების კეთება და მე აბსოლუტურად სხვა პროცესები მიდის მოკლედ ჩვენ ცხოვრებაში. ნინდა კიდე ერთი რმამ დაგვიტოვა კომენტარი, როგორც ჩანს ვეღარ გაძლო, არ გრძნობდა თავს კარგად და წავიდა და ეს კომენტარიც წავიკითხოთ მაინც. ნინო, ძალიან დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი თემით ICF კვირეული 2026-ის დახურვისთვის. სოფო ნაინტაშვილი, მადლობა საუკეთესო მასპინძლობისთვის. ყველას მადლობა ICF საქართველოს მიმართ გამოხატული ინტერესისა და ერთგულებისთვის. გელით ჩვენთან პროფესიონალური კოუჩინგის სივრცეში, რადგან აქ ოქროს სტანდარტიაო ICF-ის პრეზიდენტმა დააგვიტოვა თავისი სიტყვა და გადაწყვიტა, რომ თვით სიყვარულში თავის ზრუნვაში გადაეშვებდა, რომ ცოტა ახველებდა და კეთილი, მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა. მეც სოფოს ვეტყვი ძალიან დიდ მადლობას მასპინძლობისთვის და ზოგადად მთელი კვირეულის განმავლობაში, რასაც აკეთებს და ICF-ისთვის, რასაც აკეთებს ყველაფრისთვის და მადლობა თქვენ მეგობრებო, ძალიან საინტერესო ჩართულობისთვის და ამ საინტერესო სივრცის შექმნისთვის. მადლობა ნინო, ძალიან დიდი მადლობა მართლა დღევანდელი დღისთვის, ძალიან საინტერესო იყო. ჩემთვის ზოგადად კვირეულით საინტერესო იყო, ვფიქრობ, საინტერესო გამოგვივიდა და მადლობა ყველას მონაწილეებს, ყველას დამსწრებს, ვინც მართლა ერთგულად ყოველ შეხვედრაზე შემოდიოდით და ძალიან მიხარია თქვენი დანახვა და მოკლედ ჩვენი კვირეული ამით დასრულდა ონლაინ ნაწილი და პრობონო სესიები თვის ბოლომდე გაგრძელდება და ჩავაგდე ახლა პრობონო სესიების ლინკი კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ თუ ვინმეს თვლით რომ გამოადგება პრობონო სესიები გაუზიარეთ თვის ბოლომდე იქნება შესაძლებელი და გვადევნეთ თვალყური ყველგან ვართ მართლა წეღან ირმამ დაწერა TikTok-ერებიც გავხდითო და ხო ანუ TikTok-ი გამომჩა ხო წეღარ უყვებოდი სოციალურ ხო ანუ Instagram-ზეც ვართ YouTube-ზეც ვართ YouTube-ზე დაიდება ჩვენი ჩანაწერები რა ვიცი TikTok-ზეც ვართ Facebook-ზეც ვართ და გვერდიც გვაქვს რა თქმა უნდა ICFG გავაზიარე არაერთხელ და მოკლედ თეო აკეთებს ხო ამ ჯადოქრობებს თეო ყველგან ვართ ძალიან დიდი მადლობა ხალხო, ძალიან სასიამოვნოდ დავიმუხტე, მე ენერგია მომემატა. ეხლა წავალ მთებს გადავდგამ. რას ვერჩი. კარგად, აბედროებით. ბედნიერი საღამო მეგობრებო. მადლობა, ნახვამდის. კარგად.